ცვლილებები ხვიჩა კვარაცხელიას შეეხო გოლმა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა. ახლა ქართველს რეალური შანსები აქვს. PSG-ს შეიხი პრეზიდენტი კვარაზე საუბრობს. მერაბ დვალიშვილმა ჯონ ჯონს და ილია თოფურიას გაუსწრო, რომელ ადგილზეა მსოფლიოში ქართველი მებრძოლი. სტატისტიკა, რომელიც აუცილებლად გაგაოცებ. დიდი კონკურენცია ლივერპულში სეზონამდე დაიწყო. ამჟამინდელი მეკარე ალისონი ჩვენ ქართულ კიპერს მამარდას გაფრთხილებას უგზავნის. დღეს ძალიან საინტერესო ვიდეო გამოგვივა და დარწმუნებული ვარ ბევრ ნახვას დააგროვებს. სამწუხაროდ ამ წამს, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენში 70% ადამიანს არხი გამოწერილი არ გაქვთ. არ დაიზაროთ, რადგან ამით ძალიან დამეხმარებით არხის გაზრდაში. ასევე ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 ლაიქზე. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი კომფორტულად მოკალათდი და დავიწყოთ. ლივერპულის ბრაზილიელმა მეკარემ ალისონ ბეკერმა საკლუბო მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ ლიგის ჩემპიონატში თამაშს არა მხოლოდ მომავალ სეზონში, არამედ კიდევ ერთი წლის განმავლობაში გეგმავს. ეს კი მერსესაიდელთა რიგებში გიორგი მამარდაშვილის მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. შორს მიმავალი გეგმების დაწყობას ყოველთვის ვერიდებოდი, თუმცა ახლა გარკვეული მონახაზი ნამდვილად გამაჩნია. ლივერპულთან კიდევ ერთ წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლითაც კლუბს თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების საშუალებას აძლევს. რამდენადაც ვიცი, ლივერპულში აპირებენ, რომ ამ პუნქტით ისარგებლონ. ახლა ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება. მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება და მინდა, რომ მას მაქსიმალურად კონცენტრირებული შევხვდე. სწორედ ამიტომ მინდა, რომ სხვა საფიქრალი არ მქონდეს. შესაბამისად, საკლუბო ამბებიც მოგვარებული უნდა იყოს. აღნიშნა ალისონმა, რომელიც ამჟამად ბრაზილიის ნაკრების შეკრებაზე იმყოფება და ხელესაოს 2026 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო თამაშებში ეხმარება. ალისონისა და ლივერპულის თანამშრომლობის გაგრძელება ნამდვილად არასახარბიელო ვითარებაში ამყოფებს ბრაზილიელის კონკურენტებს. პირველ რიგში კი მამარდაშვილს, რომელიც ემფილდზე 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და მისთვის სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მისაღები ვარიანტი ნამდვილად არ უნდა იყოს. ალისონის ეს სიტყვები გარკვეულწილად გზავნილია სწორედ მამარდაშვილისთვის. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბრაზილიელი ქართველს აფრთხილებს, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკავების იმედი არ უნდა კონდეს. ნამდვილად გაგვიჭირდება სტატისტიკური მაჩვენებლის მოძიება, რომელშიც მამარდაშვილის ალისონზე წინ დაყენებას შეუძლებ. ერთადერთი რაც ქართველის პლუსად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ისაა, რომ მას ტრავმებისადმი მიდრეკილება არ ახასიათებს. თუკი 2022 წელს ვალენსიაში გადასვლის შემდეგ მან იძულებით მხოლოდ 3 მატჩი გამოტოვა, ამავე პერიოდში ალისონს 50 თამაში გაუწდა. სხვა მხრივ კი, თუკი ბრაზილიელი მწყობრში იქნება, მამარდაშვილი კარში გამოჩენას ნამდვილად არ უნდა ელოდორს. წერს Sports Illustrated. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. შეძლებს თუ არა გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას და ალისონის მეორე პლანზე გადაყვანას. მე პირადად არ ვეთანხმები ამ გამოცემას და ვფიქრობ, რომ ქართველ მეკარეს შეუძლია ბევრ რაღაცაში აჯობოს ალისონ ბეკერს. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 35 მილიონი ევრო გადაიხადეს, ესე იგი მასთან დაკავშირებით რაღაც კონკრეტული გეგმები აქვთ და ვფიქრობ, რომ დრო ყველაფერს გვაჩვენებს. მერაბ დვალიშვილი, რომელმაც UFC სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული რამოდენიმე დღის წინ დაიცვა, Pound for Pound-ის რეიტინგში წინსვლას აგრძელებს. ამჯერად მანქანამ თავისი პოზიციები კიდევ ორი საფეხურით გააუმჯობესა და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. წინა რეიტინგში დვალიშვილი მეოთხე ადგილზე იყო და მას ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი და ილია თოფურია უსწრებდნენ. რაც შეეხება ომალის, მან ზედიზედ მეორე სატიტულო ჩხუბში მარცხის შემდეგ Pound for Pound-ის რეიტინგში ადგილი დაკარგა. Pound for Pound-ის top 5 ახლა ასე გამოიყურება. პირველ ადგილზე ისლამ მახაჩევი, შემდეგ მერაბ დვალიშვილი, ჯონ ჯონსი, ილია თოფურია და მეხუთე ადგილზე დრიკუს დუპლესი. მერაბმა შესანიშნავი ბრძოლა და სრული დომინაცია გვაჩვენა ომალისთან სატიტულო ბრძოლაში, თანაც ორივეჯერ. და ზოგადადაც რომ ავიღოთ, დომინაცია მის წონით კატეგორიაში მისი მხრიდან კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ეს ჩემი პირადი აზრია, თუმცა ვფიქრობ, რომ ამაზე ყველაფერი მიგვითითებს. მინდა რომ ყველამ ერთად მერაბი გავამხნევოთ კომენტარებში და დაწერეთ პოზიტიური რაღაცეები ქართველი მებრძოლის მიმართ. ერთი ლიგის წლევანდელი გათამაშება პორტუგალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რის შემდეგაც გოლმა ოქროს ბურთის რეიტინგები
თვისებები განაახლა. ტოპ-10-ში რამოდენიმე ცვლილებას ვხედავთ და პარი სენ-ჟერმენის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ორი საფეხურით და ქვეითდა. ჩემპიონთა ლიგის 2024-25 წლების სეზონის ფინალის შემდეგ კვარა მე-11 ადგილიდან მე-7-ზე გადავიდა. ხელესაოს ტრიუმფის შემდეგ გამოქვეყნებულ რეიტინგში კი მე-9-ზე იმყოფება. 24 წლის გარემარბს პორტუგალიელმა თანაგუნდელებმა ვიტინიამ და ნუნუ მენდეშმა გადაუსწრეს. კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების სტატისტიკა მთლად კარგად არ აღწერს დონეს, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში აჩვენა. ქართველმა გარემარბმა ორი სხვადასხვა კლუბის პარი სენ-ჟერმენისა და ნაპოლის ტრიუმფებში შეიტანა წვლილი და ამავდროულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ევროტურნირზე კვარაცხელიამ რამოდენიმე ეფექტური და ამაღელვებელი მომენტი შემოგთავაზა. ყველაზე გამოსარჩევი მეოთხედ ფინალში ასტონ ვილასთან გატანილი საოცარი გოლია, რომელმაც ოქროს ბურთის ხმის მიმცემთა ყურადღება მიიქცია და კვარა ნომინანტებს შორის აუცილებლად მოხვდება. წერს გამოცემა გოლი. პირველ ადგილზეა უსმან დემბელე, ხოლო მეორეზე ლამინე იამალი, რომელმაც უდაოდ დიდი როლი ითამაშა ბარსელონასთვის და მოაგებინა ლა ლიგა, მაგრამ ასე თუ ვიმსჯელებთ, კვარაცხელიამ სეზონის დასაწყისიდანვე ნაპოლის დიდი ფორა მისცა და ეხმარა, რომ გუნდი წინ წასულიყო ცხრილში და როდესაც კლუბი დატოვა, დაახლოებით 10 ქულიანი ფორა ჰქონდათ სხვა გუნდებთან, რაც უკვე სეზონის მოგების 80%-ს ნიშნავს. ქულების დაკარგვის შანსები არსებობს, მაგრამ თუ არ იმაიმუნებენ, თითქმის შეუძლებელია. შემდეგ გადავიდა პარიზში და კლუბთან ერთად მოიგო ფრანგული ლიგა 1, ფრანგული ლიგის თასი და ჩემპიონთა ლიგა, რაც უკვე 4 თასს ნიშნავს. ამასთან ერთად კვარაცხელია გოლებსაც იტანდა, მაგრამ გოლებზე მნიშვნელოვანი მისი როლი მოედანზეა, რადგან მასთან ათამაშდა ოსიმენიც თავის დროზე და უამრავ გოლს იტანდა. იგივეა დემბელეზეც ახლა, მაგრამ სად არის ახლა ოსიმენი? ზუსტად იქ იქნება დემბელეც, ჩემი პირადი აზრი. რა თქმა უნდა, სხვებს არ ვუკარგავ შრომას და შეტანილ წვლილს და არაფერ შუაშია ის, რომ ჩვენი თანამემამულია, მაგრამ ვთვლი, რომ ტოპ-10-ში კი არა ტოპ-3-ში უნდა იყოს კვარაცხელია, რომელიც ძალიან დაუფასებელია. ტიტულების მაგნიტი და მოტივაციის შემტანი ადამიანი. დაწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში ამ თემასთან დაკავშირებით, რატომ არის კვარაცხელია მე-9 ადგილზე და არა ტოპ-3-ში. PSG-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ინტერვიუ მისცა კატარულ ტელეარხს ალ-კას და სხვა საკითხებთან ერთად იმ ინციდენტზე ისაუბრა, რომელიც აქამდე არ გახმაურებულა. როგორც ირკვევა, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 2 დღით ადრე ხვიჩა კვარაცხელიას ვარჯიშზე ტრავმა მიუღია და ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს. დიდი იყო ალბათობა ქართულ ფეხბურთელს სეზონის უმთავრესი მატჩი გამოეტოვებინა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. კვარაცხელიას უსიამოვნო ამბავი შეემთხვა ვარჯიშზე და საქმეში ექიმების ჩართვა გახდა საჭირო. მახსოვს, ჩემმა გულმა უფრო სწრაფად დაიწყო ცემა. ლუის კამპუშმა მითხრა, რომ ამ სეზონზე ვარჯიშზე არც ერთი ტრავმა არ ქონია და ამ დროს რას ხედავ? თავარი მატჩის წინ ასეთი დონის ფეხბურთელი საკაცით გაყავ. მას სიარული არ შეეძლო. წვრთნის დასრულების შემდეგ ლუის ენრიკემ ნახე და ვკითხე რა ხდებოდა. მითხრა, თუ კვარაცხელია მწყობრში იქნება, აუცილებლად ითამაშებს. თუ არა და მოგვიწევს ვინმე შევცვალოთ. ეს ხუთ შაბათს მოხდა, თამაში შაბათს იყო. ამდენად გვინდოდა პარასკევის ვარჯიში გამოეტოვებინა, თუმცა არ დაგთანხმდა. ლუის ენრიკე ამის გამო კარგ ხასიათზე დადგა. მახსოვს, მეუბნებოდა, ერთ ფეხზეც რომ მიდგეს, თამაშს მაინც მოინდომებს. სწორედ ესაა ის მენტალიტეტი, რომელიც PSG-ს ფეხბურთელებს ჩამოუყალიბდა. მათთვის ფეხბურთის თამაში სიამოვნებაა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი მინდორზე რჩებიან და ერთობიან. ბავშვები ვით არიან, ფეხბურთი მათი ცხოვრება. დღევანდელი ვიდეოც დასასრულს მიუახლოვდა. იმედია ვიდეო მოგეწონათ, ხოლო ასეთ შემთხვევაში არ დაიზაროთ და ლაიქება და არხის გამოწერა. მადლობა, რომ ჩემთან ხართ და მომავალ შეხვედრამდე. აბა, წარმატებები.